პაკეტი მოდელი მაყურებელობა მოგესალმებით საქართველოს ახალგაზრდების ასოციაციის გორის ოფისის სახელით, რომელიც გაიხსნა მიმდინარე წლის 15 მარტიდან. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საზოგადოების უფასო იურიდიული მომსახურება და საგანმანათლებლო საქმიანობა. გორის რაიონის კონფლიქტის ზონასთან სიახლოვისა და ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი საქმიანობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დევნილთა საკითხებს. გვაქვს სათანადო საკანონმდებლო ბაზა. პრობლემატიკის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ იქნა მომზადებული გადაცემა, რომლის თემას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა. ამ გადაცემაში თქვენ გაეცნობით დევნილთა უფლებებს და მოვალეობებს, მათ დაცვის საშუალებებს და მექანიზმებს, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. ამასთანავე გაცნობებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი გადაცემით არ შემოვიფარგლებით და მომდევნო გადაცემების დროს უკვე პირდაპირ ეთერში მოხდება უფასო იურიდიული კონსულტაციის გაცემა, რომელსაც გაგიწევენ ადგილობრივი და მოწვეული კომპეტენტური იურისტები. გადაცემას გაუძღვება ჩვენს მიერ მოწვეული სპეციალისტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დევნილთა საკითხებზე პასუხისმგებელი კონსულტანტი ნიკა ლეგაშვილი. მოგესალმებით, პაკეტი მაყურებელობა. და შევეცდებით, რომ ზოგადად ვისაუბროთ დევნილთა უფლებების თაობაზე. ეს საკმაოდ ფართო და ესეთი ყოველწლიური თემა არის პრინციპში, იმიტომ რომ დევნილებს გარდა იმისა, რომ მას აქვთ შეღავათები, მათი დევნილობის იძულებით ადგილების გამო, გარდა ამისა, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები. ძირითადად ჩვენ ხშირად გავდივართ დევნილობის დასაწყისის ადგილებში და იქ ვაფიქსირებთ პრობლემებს, რომლებზეც შემდეგ მუშაობთ ამ პრობლემებს და რა რეაგირება შეიძლება მოხდეს ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორ შეიძლება ასოციაციამ მოქმედებს ამასთან დაკავშირებით. ძირითადად მოქალაქეებს განმარტებათ ამ შემთხვევაში თავიანთი უფლებების თაობაზე, თუ რა შეუძლიათ, როგორი ფორმით შეუძლიათ მათ ეს უფლებების განხორციელება და რეალიზაცია მოითხოვონ და ამაში გვეხმარება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ფაქტობრივად არსებობს. ჩვენ ამ გადაცემაში კონკრეტულ პრობლემებს ნაკლებად შევხვდებით, მაგრამ მაინც უჯობესია აღნიშნოთ ის საკითხები, რომლებიც ჩვენი ასე თუ ისე დიდი ხნის წინანდელი გასვლითი საკონსულტაციო შეხვედრის შედეგად დაფიქსირდა, ეს გორის ერთ-ერთი კონკრეტული მასშტაბის საფუძველზე. ერთ-ერთი ქალბატონმა დააფიქსირა ეს პრობლემა, რომელიც შეეხება დევნილებისათვის დევნილი მოქალაქეების პოლისის მიღებებს, რომ მათ ჰქონდათ ეს პოლისი და ეს შეღავათი, რომელიც დადგენილია ნორმატიული ბაზით, ამის მიღება მათ ვერ შეძლეს. ამის თაობაზე შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ ის ინფორმაცია, რომელიც პოლიციის გაცემას შეეხება, როგორ ხდება ამ პოლიციის გაცემა და ინფორმაცია თვითონ რა პროგრამები არის დაფინანსებული სახელმწიფო ბიუჯეტით. რაც შეეხება დევნილ მოქალაქეების პოლიციის გაცემას, ის პირთა კატეგორია, რომელსაც გაიცემა დახმარება. მე ამას პირდაპირ ესე იგი ამომიხავ ბრძანებიდან, რომელიც არის ერთობლივი ბრძანება ესე იგი დასახლების სამინისტრო და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. ეს ხელსაწერს ესე იგი მინისტრი ჯოხინაძე, მეურვე ვაშაკიძე და ეს დაფიქსირებული აქვს, რომ ყველა სახის პენსიონერი დევნილთა იძულებული პირთათვის რა შეღავათებია დადგენილი. ყველა სახის პენსიონერი, როგორც აღნიშნე, გლობალური უდევნომარცხვოვანი ბავშვები, მარტოხელა დედები და მათ მოხაზმყოფი არასწლოვანი შვილები, მრავალშვილიანი ოჯახები, ორივე მშობელი და მათ მოხაზმყოფი არასწლოვანი შვილები, 3-დან 14 წლამდე ყველა ბავშვი, და სამეგრელო ზემოქმედების მხარეში განსახილებული ყველა გადაადგილებული პირი. თვითონ ეს პროცედურა, რომელთაც ზეგი უნდა მიმართონ საიდან უნდა დაიწყოს ამ პოლიციის მიღების თვითონ პროცესი, ეს არის განცხადება, რომელთაც მათ უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და აქედან დაიწყება ესე იგი განცხადების განხილვა. მოგესალმებით, რომ დევნილთა იძულებული გადაადგილების კანონში მითითებულია, რომ ადგილობრივი მმართველობის
მმართველობის ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლება და გლობალური განსხვავების სამინისტრო ახორციელებენ დევნილთა უფლებების რეალიზაციას მათი დროებით სასწავლებლად ატყუებდათ. სწორედ ეს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელსაც წარმოადგენს პოლიციების მიღება, იმიტომ რომ დევნილებს მოხსენება ძალიან ისეთი 14 ლარს ფაქტიურად ისეთ კერძო სექტორში განსაკუთრებული დევნილები იღებენ 14 ლარს და კონკრეტული განსაკუთრების ადგილებზე დევნილები იღებენ ყოველთვის შემთხვევაში 11 ლარს. და ამ თანხებით შეუძლებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფა. მით უმეტეს რომ ეს პრობლემა ეს მათი იწვრებით გადაადგილება, ცდილობით გრძელდება და რამდენი ხანი გაგრძელება კიდევ უფრო საკმარისია. და სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისთვის გამოიყოფა თანხები ბიუჯეტიდან. ეს საკმაოდ დიდი თანხა არის, ამაზე ჩვენ კონკრეტულად შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ თითოეულ გადაცემაში. თუ რა თქმა უნდა ეს იქნება მთელი მაყურებელთან ნება, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ამოსავალს ვარჩევთ იმას, რომ მოქალაქე მოგმართავს და ჩვენ ამ მომართვის საფუძველზე შემდეგ მუშაობთ კონკრეტულ საკითხზე და ამ საკითხის გარშემო მოვიპოვოთ ინფორმაციას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე და თანახმად რაც საკმაოდ ფართობს აზრებს ნებისმიერ საქართველოს მოქალაქემ შეუძლია როგორც თქონდა ვარჯდენილი მოქალაქე არის გამონაკლისის შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერ ადმინისტრაციულ ისე იგი ორგანოს მიმართოს და მიიღოს იქიდან მისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია. იმაზე თუ რომელი ინფორმაცია განეკუთვნება საჯაროს და რომელი უფრო სახელმწიფო საიდუმლოებას ამასთაობაზე ჩვენ შეგვიძლია კონსულტაცია მივცეთ როგორც ტელეფონით გორის ფილიალის წარმომადგენლობის მეშვეობით, ასევე მათ შეუძლიათ მოგმართონ ცენტრალურში თუ დავუშვათ ნებისმიერ მოქალაქე იმყოფება თბილისში თუ რაღაც სხვა დღესაც იურსტ ასოციაციას აქვს ფილიალები წარმომადგენლები. ჩვენ საუბრობთ პოლიციაზე, რომელიც პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს და ამ პოლიციების მიღება, ესე იგი, ხშირად დაკავშირებულია მთელ რიგ პრობლემებთან, მაგალითად, წინა წელს, ესე იგი, არ ხდებოდა შიდა გვერდების გაცემა. შიდა გვერდების გაცემასთან დაკავშირებით ხდებოდა ამ პოლიციების ყოფილი უფლებების მიღება, მაგრამ შემდეგ მოხდა ეს თანხების უკმარისობის გამო ახერხებოდა ამ შიდა გვერდების გაცემა. მაგრამ შემდეგ მოხდა თვითონ უბრალოდ ბეჭდის ჩართმით ხდებოდა რაუშოთ უფლების არსებობის ესე იგი დადასტურება ამ თვითონ პოლიციაში. ასევე ამ პოლიციაში დაგვედებში და უნდა ყოფილიყო ის იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ბიუჯეტით. წლევანდელ წელს 2001 წლის ესე იგი ბიუჯეტში ჩადებული არის მთელი რიგი შეღავათები, რომელიც ჩამონათვალი ძალიან შორსა კონსტიტუციაზე რო ვისაუბროთ, თუმცა შეგვიძლია კონკრეტულად შემდეგ ერთი გადაცემა ავიღოთ მოქალაქეთა თხოვნით რა თქმა უნდა და ვისაუბროთ კონკრეტულად აი ამ საკითხზე. ჩადებულია მთელი რიგი ესე იგი შეღავათები ამ დაავადებისათვის გამოყოფილია თანხა და ეს არის გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცემაში 14 ნომერში, რომელიც ყველას შეუძლია ასევე მოიპოვოს თუ მის სურვილი იქნება. მოქალაქის სურვილი იქნება და მიიღოს ინფორმაცია ასევე ჩვენ წარმომადგენლობაში. ეს რაც შეეხება პოლიციებს, ნუ ამით რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ამოწურეთ ის კლიენი საკითხი, რასაც პოლიციების გაცემა ჰქვია, მაგრამ ამით იმედია მოქალაქეებს დაფიქრებენ და უფრო კონკრეტულ საკითხებს მოგვეყნიან, რადგან ჩვენ შევძლებთ შემდეგ პასუხების გაცემას. რაც შეეხება თვითონ 2001 წლის ბიუჯეტს, მასში გამოყოფილი არის ესე იგი უმცემლობაში ყოფილი დაიჭირეთ გადაგოთვითაფის საქართველოს პოლიტიკის განსხვავების მინისტრის დახმარების ფონდი. ეს არის 200,000 ლარის ოდენობით. საკმაოდ დიდი თანხა და ამ დახმარებით და პრინციპში შეიძლება ამაზე ორი აზრი არსებობს, იმიტომ რომ საქართველოში 300,000 დევნილი მოქალაქე იმყოფება სავარაუდოდ. ნუ აქ ასევე მითებულია და აღნიშნულ ასეულით, რომ ბევრი დევნილი მოქალაქე ეს ყველა მოქალაქეზე არის, მოსახლეობის ყველა მოქალაქეზე არის შეღავათი, რომელიც ადგინა უმცირეს სამხედრო ძალებს ამის ნაკრები. მასში არის მითებული შემოქმედებაში, ყველა შეღავათები აქვს რეგიონის მონაწილეებს, მათთან გათანებულ პირებს და ოჯახის წევრებს.
ოჯახის წევრებად ვხვდებიან მეუღლე, შვილები, მშობლები. მეუღლე, რომელიც მეუღლეთან გათხოვდა, რა თქმა უნდა. 18 წლამდე არის შვილები. ამ შეღავათებით სარგებლობს ყველა საქართველოს მოქალაქე, რომელიც საკმაოდ მონაწილე იყო, მაგრამ დევნილები ბევრი არის დევნილი მოქალაქე, რომელიც მონაწილეობას იღებდა. ამიტომ იგი მე ალბათ საჭირო მიდაში წონია ამ საკითხის საუბარს. ნაწილობრივ რა თქმა უნდა, სადაც ნაწილობრივ შევეხედოთ ჩვენება. ამ შეღავათებით იმდენი ჩამონათვალი არსებობს, რომ ძნელი ახლა ჩამოყალიბდა ტრანსპორტის სფეროში, ჯანდაცვის სფეროში, განათლების სფეროში, გარდა კომუნალურ სფეროში, გარდა იმისა, რომ განათლების სფეროზე ეს იქ საუბარი ამ კანონში, ასევე დევნილთა პრესტიჟის კანონში მიითებულია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილთა კონსტიტუციურ უფლებას განათლებაზე. რაც ნიშნავს იმას, რომ დევნილი რაღაც თვითონ დევნილი მოქალაქე, ყველა დევნილი მოქალაქე უნდა უზრუნველყოფილი იქნეს იმ უფლებით, რადგან განათლება. ასევე უფლება არის უამრავი უფლებები არა დევნილს ჩამოყალიბებული ფორმით შეიძლება ითქვას, მიწის ნაკვეთის კონკრეტულად რაც არის მიწის ნაკვეთის მიიღება დროებით სასწავლებელი დროებით სასწავლებელი უფლებით უზრუნველყოფა. ბევრი დევნილი მოქალაქე არის, რაც ჩვენი გასვლების შედეგად ჩვენ ვაძლევთ პრობლემებს, დევნილთა პრობლემებს. ეს არის, რომ მათ არ აქვთ დროებით სასწავლებელი ადგილი, მათი რაოდენობის გამოყოფილი. მოქალაქე, რომელიც ჩვენთან თბილისის ოფისში იყო მოსული, ეს მოქალაქე განაცხადა, რომ 5 კვადრატული მეტრ ფართზე 5 დევნილი ცხოვრობს. ჩემს ყველა ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ადამიანი ესეთ პატარა ფართზე ცხოვრობს. არის ასევე შემთხვევები დაფიქსირებული, როდესაც ესე იგი რამდენიმე ესე იგი სასწავლებელი ადგილი აქვს აღებული ერთ-ერთი ოჯახის წევრი დევნილებს და რამდენიმე დაგიდილიც არის. როდესაც სხვა დევნილი მოქალაქეებს უბრალოდ არ აქვს სასწავლებელი ადგილი, ნაცნობთან არის შეკეთებული, იზოლებულია, რომ იზოლებით შეიჭრას, ძალით შეიჭრას რომელიმე სასწავლებელი ადგილზე და იქ მაგრამ გავრცელებული ასეთი აზრი, რომ დევნილს იგი იზოლებით შეიჭრება ამ სასწავლებელი ადგილზე. იგი არ შეიძლებოდა მისი ამ ფაქტიდან გამოსახლება და ხშირად ასე ხდება ხოლმე, იმიტომ რომ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ დევნილი უნდა უზრუნველყოს დროებით სასწავლებელი ადგილით. დროებით სასწავლებელი ფაქტი დღევანდელ ძალიან მსოფლმოებელია, ამაზე მთელი პროცედურა აქვს მას გასავლელი, განსაკუთრებით სამეზრე მიგმენდეს, რომ ყველა თითქმის უამრავი სასტუმროები იქნებოდა თუ საერთო საცხოვრებლები, სამავთყოფოები, ყველაფერი დაკავებულია, გააზრებულია ესე იგი დევნილებით და შეუძლებელია დღესდღეობით ასეთი ფაქტის მოძებნა. თვითონ ესეთ მიმართავენ სამინისტროს დევნილები, მათ ეუბნებიან, რომ მონახეთ ეს თავისუფალი ფაქტი და კი ბატონო, ჩვენ შეგასახლებთ იმ თავისუფალ ფაქტში. ასეთი ფაქტის მოძებნა მათთვის ძალიან რთულია. ეს კი არა, სადაც შესაძლებელები არიან დევნილები, ძირითადად ეს არის სახელმწიფო, ესე იგი საკუთრებაში არსებული ფაქტები, ესე იგი შეიძლება იყოს რა თქმა უნდა სასტუმროები, საერთაშორისოები, დღესდღეობით პრივატიზებული არის უმეტესობა, რაც დიდ პრობლემებს იწვევს დღევანდელ დღეს. ეს გამოხატება რაში? ესე იგი დევნილი, როდესაც მიმართავს მმართველობის ორგანოს, რომლისგანაც ითხოვს იმ თანხის გამოყოფას, რომელსაც შეძლებს ამ დროებით სასწავლებელი ადგილის შეკეთებას. ისინი ეუბნებიან მმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს, რომ ისინი ვერ გამოყოფენ ამ თანხას, რადგანაც ეს კონკრეტული სასტუმრო იქნება საერთაშორისო მოხდება რომელიმე კონკრეტული კერძო პირის საკუთრებაში და მისი თხოვნის გარეშე, ესე იგი ის განცხადების თხოვნის გარეშე ისინი ამ თანხას არ გამოყოფენ. ხდება ისე, რომ შემდეგ ეს კერძო საკუთრება არ მიმართავს ამ თხოვნით, იმიტომ რომ ბევრი კერძო საკუთრება პირიქით
ეს ელოდება სამართალდამოუკიდებლობა, როდესაც ეს დემონები დაატოვებენ მის საკუთრებას, მის საკუთრებაში არსებულ ხარს. და ამიტომაც ისინი თავს იკავებენ ამ მოთხოვნის დაღენებაზე, გამოდიოების თუ საფრთხეების წინაშე. თუმცა ხდება საწინააღმდეგო წინააღმდეგო ზურგებში ჩვენი ასეთი გასული საფრთხეების შეფოთების დროს დაფიქსირდა ასეთი ფორცონდეს დასახლება იყო იქ. დემონები თორონინაზებია ასეთი დასახლებაში და ამ დასახლებისთვის ამ შენობის მესაკუთრე პერიოდულად მიმართავს ადვოკატური მმართველობის ორგანოს და თავს მათ მოეწონა თონდა ამ გასალებების ხელმოწერები დემონები და თავს მოეწონა თანხის გამოყენებას რომ საფუძველს ხდება შემდეგ ამ შენობის შეკეთება. მაგრამ ნაწილი თანხისა დიდი შანსია რომ დემონები ყოველ შემთხვევაში გამოყენებს აზრი რომ ეს თანხა იკარგება. ნუ რაღაც ნაწილი ხარჯები მხოლოდ ამ შენობის შეკეთებაზე. ესეც არ არის კონტროლებადი, ვთქვათ, რომელი ვერ აკონტროლებს ამ პროცესს. თუმცა ამისი უფლება დემონებს აქვს. ყველა დემონი შეუძლია მიმართოს ეს სახელმწიფო ორგანოს თუ რა თანხა გამოიყვანოს და შემდეგ ამ გეზოფისთვის საკუთრების იმყოფება ეს შენობა და მისგან მოითხოვოს თუ რაში დაიხარჯა კონკრეტულ მასალის შეცვლაში რაღაც მუშახელის დაქირავებაში რამდენი დაეხარჯა და საერთოდ საწავი და ეს თანხა რომელიც მისთვის იყო გამოყოფილი. მათ შენობის შეკეთებისთვის იყო გამოყოფილი. ასეთ საკითხები უამრავია, რასაც დემონები უბრალოდ თავს იკავებენ ამ ხომის დაღენებისგან, ან უბრალოდ არ იციან როგორ მოითხოვენ. ყოველ შემთხვევაში მათ შეუძლია მოვმართონ ჩვენ როგორც მოგხსენება თუ არაპარტიული, არაკომერციული, არასამიწარმოო ორგანიზაცია, რომელიც უბრალოდ ბიზნესთვის არის შექმნილი, რომ უფასო მიზნებები აქვს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ უფასო ყველანაირ განაზღაურების გარეშე ვეწერთ კონსულტაციებს, იურიდიულ კონსულტაციებს, რაც უნდა სამართლებრივ საკითხებს. და ჩვენთვის უბრალოდ იქნება კარგი თუ ნებისმიერი მოქალაქე და კერძოდ ამ შემთხვევაში კიდევ მოქალაქე პროვოკაციად იგრძნობს თავს, ვიდრე უოცნო. ასევე ერთი პრობლემა, რომელიც მინდა აღნიშნო, ეს იყო ბავშვების დახმარების გაცემის პრობლემა, რომელიც დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული, კონკრეტულად ვისაუბრებ ზურგის პრობლემაზე, სადაც დავსიტა ასეთი რამ, პირდაპირ დემონები გვეუბნებიან ჩვენ, რომ მათთვის დახმარების გაცემა ძალიან გვიანდება სხვადასხვა მიზეზების გამო, ხელოვნურად ხდება ერთი და მეორე თვითონ ბიუჯეტიდან არ გადმოიცემოთ როგორც ის თანხა, რომელიც უნდა გადმოიცემოს. ჩვენ შემთხვევაში ასე იყო, რომ ესე იგი საფოსტო ბანკი ახორციელებს დემონების დახმარების გაცემას და დახმარების გაცემა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საფოსტო ბანკს ისინი ნახევარს თავისი დახმარების ნახევარს ისინი მიცემენ. ხშირად ძირითადად ასე ხდებოდა ეს იგი კოლეგებში დახმარების გაცემა, უმეტეს რომ ერთი ბანკი, ფილიალი არის ესე იგი, სადაც გაიცემა დახმარება, წარმოიდგინეთ ყველაზე დიდი რაიონია, ზოგიერთი რაიონი, სადაც 62,000 დემონი ცხოვრობს. ამ ფაქტზე ჩვენ ესე იგი გვინდოდა დემონები კონკრეტული რაღაც საფუძველს დასაკვირვებლად მიმართეთ საბუთო ბანკს, სადაც შეიძლება საჭირო გახდა განცხადების დაწერა. და როდესაც ერთ-ერთი კონკრეტულ მაგალითს დემონები დაარეკა თბილისში შემდგომში დაარეკა და ჩვენ თვითონ გავიცადეთ ეს პრობლემა, რომელიც იქ არსებობდა და ქალბატონს დავიდასტურა, რომ ეს საკითხი, ეს პრობლემა არსებობს. ზოგიერთი როდესაც ნახევარს ითხოვს საფოსტო ბანკის მმართველი, მაგრამ ისაა უფრო გაიცეს ეს მათთვის ყოველდღიური შემწეობა, რომელიც 11 ლარს შეადგენს. და როდესაც ყოველ განცხადება შეეტანა საფოსტო ბანკში, რომელზეც როგორც შეიძლება და ერთი პიროვნების ხელმოწერა ყოფილიყო, ასევე რამდენიმე ზოგიერთი შემთხვევები მოქალაქის ხელმოწერას ყოფილიყო, ეს იქნება რა თქმა უნდა. ამ ქალბატონმა ვიხარ, რომ იმას ეშინია, უბრალოდ იმისთვის, რომ შეიძლება მომავალში რაიმე პრობლემები შეექმნას ამ განცხადების თავისუფალი დაფიქსირების გამო. ასეთი უამრავი პრობლემა, რომელიც ფიქსირდება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ შემდეგ სხვა პრობლემებით რაღაც რეაგირება მოვახდინოთ, ახლა ის პრესაში დაიწეროს თუ რაღაც ტელევიზიო გადაცემები მომზადეს
სადაც ჩვენ ვისაუბრებთ ამ საკითხებზე. და ჩვენთვის უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა, რაც პრობლემა მოქალაქეა მოგვართავს და იმ პრობლემას მოიტანს, რომელიც ჩვენთვის პრობლემატური არის. რომელიც მაქვს პრობლემატური არის. ჩვენ ასევე არსებობს ახალი და მივაწოდოთ ტერმინოლოგიის ინფორმაცია, არსებობს ახალი ესე იგი ჰიდროგრაფიის დენის მოწმობის გაცემის წესი. ეს არის 2009 იანვარში დაკავშირებული. ნომერი არის ამდენობის ბრძანებით და ახალი მოწმობის გაცემის წესი. ამ შესახებ გაზეთებში საუბარი არ არის უმჯობესი იქნება ისინი დემოკრატიები მიმართავენ ჩვენს წარმომადგენლობას კავშირში, რომელიც მდებარეობს ანის 18 ნომერში და ასევე საით მიიღო შესაბამისი კონსულტაცია. ასევე ინფორმაცია კიდევ რომელიც მინდა დემოკრატიებს მიმართოს არის სარკინიგზო ტრანსპორტის მგზავრობისას დეპუტატების შეღავათების დადგენის შესახებ. 2001 წლის 3 არის ბრძანება ნომერი 1, ბრძანება რეგისტრირებული საქართველოს სამინისტროში, რუსეთის სამინისტროში არის ნორმატივების განხილვა და ესე იგი ბრძანებით დაფიქსირებულია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დემონსტრაციის დასწრებული შეღავათი 50%. მან შეუძლია ნახევარში მიმგზავრება საქართველოს ტერიტორიაზე. ძირითადად ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებას დღეს გვინდოდა, ეს ძალიან ფართო თემა, დემოკრატიის საკითხები ძალიან უმრავლესად საკითხებია, რომელსაც საკუთარ გადაცემაში ვერ მოვიცავთ საარჩევნო ნუკლეებზე შეგვიძლია ეს ვესაუბროთ, როდესაც დემოკრატიის არ აქვს მონაწილეობის მართლობის არჩევნებში და შეუძლია მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რაც ჩვენ იურისტთა ასოციაციამ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმატიული აქტის ანტიკონსტიტუციურობის დასადასტურებლად, მაგრამ ჩვენ საზნაურო შედეგი მივიღეთ არ გადასტურებს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო საჭირო განხილვა, მაგრამ აღშენილება შესაბამის ნორმატიულ კანონში არ შესულა. ასევე არსებობს ბევრი სხვა პრობლემები, რომელზეც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მოქალაქეებს კონკრეტულად რომ მოგმართონ ჩვენ გორის წარმომადგენლობაში, როგორც ორგანოებში, ასევე მოსულელთა თბილისში, მათი თბილისში ოფისას, ან სხვა ქალაქებში, სადაც იურისტთა ასოციაციას აქვს წარმომადგენლობა ფილიალი და მოგვაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მათ პრობლემას წარმოადგენს დღევანდელობაში. და იურისტთა ასოციაცია მაქსიმალურად შეეცდება ან თვითონ მოხდის რეაგირება, ან ძირითადად ჩვენ მაინც ასე ვაკეთებთ, რომ წარმოვადგინთ დემოკრატიებს, როგორც სასამართლო ინსტანციებში, ასევე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისას. და ჩვენ მოხალული ვიქნებით ყველა დემოკრატიის გაუწიოთ შესაბამისი კვალიფიციური დახმარება. მადლობას მოგესალმებით ეს ყურადღებისთვის და სიხვალე დიდი მადლობა მინდა განაგიხადოთ იმისათვის, რომ ნახევარი საათის განმავლობაში იყავით ჩვენთან ერთად. ვიმედოვნებ, რომ მიიღეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია და ამ გადაცემის შემდეგ დაგუკავშირდებით თქვენ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან მე ვთხოვთ მოგვაწოდოთ წინადადებები მომავალი გადაცემების თემატიკის თაობაზე. გემშვიდობებით იმედით, რომ ამ გადაცემის შემდეგ თქვენ უკეთ შეძლებთ საკუთარი უფლებების რეალიზაციას. დიდი მადლობა. ჩვენი მისამართია სტალინის ქუჩა ნომერი 18, მეორე სართული, ბინა 10, ტელეფონი 21698.